თბილისის საერთაშორისო სემინარს მასპინძლობს სასწავლო კურსი ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დღეს დილით გაიხსნა. მისი მთავარი თემა მაკროეკონომიკის მართვა და ფისკალური პოლიტიკის საკითხებია. სემინარში ქართველ კოლეგებთან ერთად კავკასიისა და ცენტრალური აზიის 6 ქვეყნის ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობენ. რამდენიმე დღის განმავლობაში სემინარის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს, მოინახულებენ რუსთავის იუსტიციის სახლს და მომსახურების სააგენტოებს. ეწვევიან ბათუმსაც. მოიხილება მთელი სპექტრის საკითხების, რომელიც ეხება ფისკალურ პოლიტიკას, ფულად საკრედიტო პოლიტიკას, სტრუქტურულ რეფორმებს, საკითხებს, რომელიც ეხება გლობალურ საფინანსო და ეკონომიკურ სიტუაციას და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მონაწილეებს გავაცნოთ ის რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელებთ. საქართველო არის რეგიონის ცენტრი, პრინციპში არის ეს ყველაზე განვითარებული ქვეყანა რეგიონში, მაგიტომაც სტარტდება აღნიშნული ტრენინგი საქართველოში. ტრენინგი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო დაამყარებს ურთიერთობებს საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივ შორის. საქართველო წარმატებით ახორციელებს ეკონომიკური ზრდის კუთხით რეფორმებს. ეს ტრენინგი ხელს უწყობს იმას, რომ სემინარის მონაწილეები საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს გაეცნონ. ასეთი შეხვედრების დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ აზრებს და გამოცდილებას.